შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა ელდარ შენგელაიას ნატო ვაჩნაძის უნიკალური წერილების ასლები გადასცა. აღნიშნული დოკუმენტები რუსულ ენაზეა შედგენილი და 1956 წლით თარიღდება. წერილები ნატო ვაჩნაძის ბიოგრაფიულ წიგნში გამოქვეყნდება, რომლის გამოცემასაც ელდარ შენგელაია შემოდგომისთვის გეგმავს. ეს დოკუმენტები მომზადდა 1946 წელს. ერთი არის ხელნაწერის სახით, რომელიც გაეგზავნა უშუალოდ ლავრენტი ბერიას. ლავრენტი ბერია ამჟამად მოღვაწეობდა უკვე მოსკოვში და იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მეორე წერილი ფაქტობრივად იგივე შინაარსის და იგივე პრობლემატიკაზე უკვე გაეგზავნა სახელმწიფო გოსკომიტეტის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარეს ივანე ბოლშაკოვს. დოკუმენტები, რომელიც დღეს არქივმა გადმოგვცა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ოჯახისათვის, არამედ კინოს ისტორიის დადგენისათვის. იმიტომ რომ ეს არა მარტო იქ წერილები ნატო ვაჩინაძეს, დედაჩემის, მაგრამ ის ასახავს იმ პერიოდს, რომელშიც ის მოღვაწეობდა. ის იყო ძალიან რთული პერიოდი, ეს ყველაფერი ჩანს ამ დოკუმენტებიდან. ისტორია უნდა აღდგეს ისე, როგორიც იყო.